1938 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან დაარსდა ესე იგი მუსიკალური სკოლა. სკოლა, რომელიც სპეციალურად კონსერვატორიისთვის კადრებს ამზადებდა. ამ სკოლისათვის ესე იგი დადიოდნენ კონსერვატორიის პედაგოგები რაიონებში და ნიჭიერ ბავშვებს არჩევდნენ. და ეს იყო კონსერვატორიაშივე, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე წლის შემდეგ ეს გამოეყო სკოლა და იქვე კონსერვატორიასთან ახლო მაშინდელ ათარბეგოვის ხევანდელი ზუბალაშვილების ქუჩაზე აშენდა სამსართულიანი შენობა სპეციალურად და ეს სკოლა გადავიდა იქ და ეწოდა ნიჭიერთა ათწლედი. 54 წელს ჩვენი ნათესავი მუსიკოსის რჩევით წამომიყვანეს და მოეწყო ნიჭიერთა ათწლედში. შენობაში იყო ინტერნატი, სადაც რაიონიდან ჩამოსული ბავშვები, პირველი სართული იყო სასადილო და რამდენიმე კლასი, მეორე სართული იყო ესე იგი საცხოვრებელი მთელი სართული ოთახები და ზევით იყო კიდე საჯარო სკოლა. ანუ ყველაფერი იქვე იყო. ეს საჯარო სკოლა იწყებოდა 8 კლასიდან. 10 წლებში ვინც სწავლობდა ესე იგი გადმოსულიყვნენ მერე 8 კლასიდან და ერთად ყოფილიყო ყველაფერი, უფრო ოპერატიული იყო მეცადინეობისათვის. ხო და აი ჩამოვედი 54 წელში მოეწყე როგორც რაიონიდან ჩამოსული. ნუ რა თქმა უნდა იქ იყვნენ უკვე ჩამოსულები რაიონებიდან, ყველანი გავიცანი, დაუახლოვდით და ერთი ახალგაზრდა ძალიან ისე დავახლოვდით ჩვენ, რომელიც იყო ქუთაისიდან ჩამოსული, ვანო ჟღენტი. ახლა ის უკვე 2 წლის ჩამოსული იყო. ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ მისი ისტორია ძალიან საინტერესო ისტორიაა. ვანო ქუთაისში დაიბადა, მას ჰყავდა უფროსი და-ძმა და უმცროსი ძმა, ანუ 4 იყვნენ და ვანო 7 წლის რო იყო, დედა გარდაეცვალა. 4 შვილი უპატრონოდ დარჩა, ეს უფროსი და გაათხოვეს. უფროსმა ძმამაც რაღაც თავის გზა მოძებნა და მოკლედ ეს ვანო და პატარა ძმა დარჩნენ ვანოს ბაბუამ. ეს ორი ვანო და მისი პატარა ძმა წაიყვანა თავისთან ოჯახში. ბაბუა იყო ვანო ხურცილავა. ეს ვანო ხურცილავა მუშაობდა ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში, სამეურნეო დირექტორი იყო. ორი დირექტორი იყო, ერთი მუსიკალური, საერთო დირექტორი და მეორე იყო ეს მეურნეობა, ვისაც ებარა ესე იგი. ასე რომ მუსიკასთან შეხება ჰქონდა გარკვეულწილად. და მისი მეგობარი იყო ქუთაისიდან პიანისტი გივი სვანიძე. 50-იანი წლების დასაწყისიდან იყო დირექტორი ნიჭიერთა ათწლედის. და ნუ რა თქმა უნდა გივი სვანიძე მიცოდა ამ ოჯახის მდგომარეობა და მოკლედ ელოდებოდნენ რომ ვანოს 7 წლედი დაემთავრებინა. და როგორც კი 7 კლასი დაამთავრა, მოკიდა გივი სვანიძემ ხელი და წამოიყვანა ნიჭიერთა ათწლედში თავის სკოლაში, ესე იგი, ნუ ვანოს არ ქონდა მუსიკალური განათლება, ჰობოის კლასში ჩარიცხეს ჰობოის კლასში და აი პატარა ვანომ დაიწყო ჰობოიზე. მე რო ჩამოვედი თბილისში უკვე ვანო 2 წლის ჩამოსული იყო. და ნუ მაშინვე გამოვნახეთ რაღაც საერთო ენა, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელური იყო და არაჩვეულებრივი ხასიათის მაწვილი იყო. ვანოს ოთახში ცხოვრობდნენ გოგი ბერიძე, გოგი ჰობოისტი და მომავალი პროფესორი და მიხეილ ებრალიძე, ოზურგეთიდან ჩამოსული ფლეიტისტი, რომელიც ასევე პროფესორი და ესე იგი პედაგოგები გახდნენ. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ 10 წლებში ვანო და ეს ბიჭები, ვინც თქვი, 2 კლასით უკან იყვნენ ჩემზე საჯარო სკოლაში და აი მათ კლასში სწავლობდნენ აგრეთვე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ორივენი ძალიან ხშირად მოდიოდნენ ინტერნატში და უყვარდათ ჩვენთან ურთიერთობა და საუბრები, იმიტომ რომ მაინც ჩამოსულ ახალგაზრდებთან ეს კონტაქტი მოსონდათ. ჰობოიზე სწავლობდა, მაგრამ ყოველდღიურად უთენია
ჩადიოდა ხოლმე დაბლა კლასში პირველ სართულზე და ფორტეპიანოზე უკრავდა, გაუთავებლად ესე იგი რომ მიკვირდა კაცო ჰობოიზე სწავლობს და რა თქმა მეთქი ფორტეპიანო. ინტერნატში დავახლოვდით. მე 57-ში ჩავაბარე კონსერვატორიაში. მან 58-ში დაამთავრა ნიჭიერთა ასლები ჰობოის კლასით და ჩააბარა ჰობოიზე კონსერვატორიაში. და აი კონსერვატორიაში სტუდენტობის დროს მე მგონი მეორე კურსიდან ასლანიშვილმა შეამჩნია ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც არაჩვეულებრივი ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, თუ შეიძლება ითქვას, ეს ანალიზის ძალიან, იმიტომ რომ მან ბახის კარგად ტემპერირებული კლავირი დაკრული ჰქონდა თავიდან ბოლომდე, ესე იგი. მე ვთქვი, რომ ძალიან ბევრს მეცადინეობდა 10 წლებში ფორტეპიანოში და აი შალვამ შეამჩნია და შალვას ასე ვთქვათ მოთხოვნით გადავიდა თეორიულ განყოფილებაზე და მე მგონი შალვა არ შემწდარა, იმიტომ რომ ვანოსგან ძალიან კარგი თეორეტიკოსი მეცნიერი გამოვიდა. მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის ორკესტრში ჰობოიზე უკრავდა, საოპერო სტუდიაში ჰობოიზე უკრავდა, ანუ მატერიალური შემოსავალი რო ჰქონოდა. ფოლკლორს გვასწავლიდა ოთარ ჩიჯავაძე, იყო ფოლკლორისტი ასეთი, არაჩვეულებრივი ქართველი მამულიშვილი და მოქალაქე და მან შეჰკრიბა ენთუზიასტები, ვისაც გვაინტერესებდა ქართული ხალხური სიმღერის სწავლა, იმიტომ რომ ჩვენი რაიონებიდან ჩამოსულება იმდენი არ ვიცოდით და ამიტომ შეჰკრიბა, ესე იგი შეგვამჩნია, რომ ეს გვაინტერესებდა ეს ამბავი და რა თქმა უნდა იქ დირიჟორები, თეორეტიკოსები, პიანისტები, საღამოს რო დამთავრდებოდა ყველაფერი, ავდიოდით წევით მესამე სართული იყო მაშინ ბოლო სართული ფოლკლორის კაბინეტში და ოთარ ჩიჯავაძის ხელმძღვანელობით და თვითონაც ბანს ამბობდა ხოლმე, მღეროდით კვირაში 2-3 ვიკრიბებოდით, ძალიან მოგწონდა ეს ამბავი და ნელ-ნელა ამ ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ასე ვთქვათ სიმღერები წავითვისეთ. ჩიჯავაძის შეკრებილ ანსამბლში ვიყავით როგორც დირიჟორები, ასევე კომპოზიტორები, სერგო ჟვანია კომპოზიტორი, პიანისტი ტარიელ ბერაზე, თეორეტიკოსი თვითონ ვანო ზურაბჩიქოვანი, სხვათა შორის რამდენჯერმე მაშინდელ ტელევიზიაშიც გამოვედით პირდაპირ ეთერში. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი გზები დავამთავრეთ კონსერვატორია და გაიყო და ყველა თავის საქმეს შეუდგა. ვანო სხვათა შორის კონსერვატორია რო დაამთავრა, მერე ჩააბარა მაშინვე ასპირანტურაში და ასევე გააგრძელა შალვა ასლანიშვილის, ესე იგი ხელმძღვანელობით და მისი შრომა იყო დასავლეთ საქართველოს მრავალხმიანი სიმღერების ჰარმონია. ვანო უკვე ჩამოყალიბდა ასპირანტურაში როგორც მეცნიერი მომავალი თეორეტიკოსი. ძალიან წარმატებული იყო ვანო თავის კათედრაზე. მე მგონი 8 მეცნიერული ნაშრომი დაწერა აი ამ წლებში და აი შალვა ასლანიშვილის და ქეთევან თუმანიშვილის შემდეგ 1991 წლიდან ის სათავეში ედგა კონსერვატორიის თეორიულ კათედრას და წარმატებით ხელმძღვანელობდა ძალიან მრავალი წლის მანძილზე. წარმატებით დაიწყო, ესე იგი პედაგოგიური მოღვაწეობა. თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა თეორიულ საგნებს. თვითონ ნიჭიერთა აცლედმა მიიწვია უკვე. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ოჯახი ეს. თავის მომავალ მეუღლეს მედია ქუმცეაშვილს შეხვდა კონსერვატორიაში, რომელიც სწავლობდა საფორტეპიანო განყოფილებაზე, რომელმაც არაჩვეულებრივი მეუღლეობა გაუწია, მან შექმნეს საუკეთესო ქართული ოჯახი. მათ სამწუხაროდ მედია ვანოზე ადრე გარდაიცვალა რამდენიმე წლით ადრე, მაგრამ მათ 2 შვილი დარჩათ, ესე იგი მანანა და ნინო. პრობლემაც დაქრუებულ ვანოს არაჩვეულებრივი ყურადღება მიაქციეს და ძალიან კარგი შვილობა გაუწიეს, ესე იგი. მანანა მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, საგუნდო სადირიჟორო, მაგრამ ჩააბარა
თეორიულზე კონსერვატორიაში. არის წარმატებული მოღვაწე კონსერვატორიაში მრავალი წლის მანძილზე. თავის დროზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო რექტორის თანაშემწე კონსერვატორიის. მერე დაინტერესდა ხმისჩამწერი ტექნოლოგიით, ისწავლა ეს საქმე და ძალიან დიდხანს, მგონი ახლაც არ ვიცი, ეს ხელმძღვანელობს კონსერვატორიის ხმისჩამწერის სტუდიის მენეჯერია. ეს ძალიან საინტერესო და პასუხისმგებელი პოსტია. მოღვაწეობს გიორგი მთაწმინდელის სამგალობლო სკოლაში პედაგოგად. ნინო წარმატებით მოღვაწეობას ეწევა ნიჭიერთა აწლეთში, სადაც წლების მანძილზე ასწავლის თეორიულ საგნებს. ნინოს მეუღლე არის ვარლამ ქუტიძე. ახლა მუსიკალური საზოგადოება იცნობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, ვარლამ ქუტიძე არის მართვეს პირველი თაობა. ძალიან დიდი ამაგი დასდო მართვეს მოღვაწეობას, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ უკვე 30 წელზე მეტია ვარლამ ქუტიძე ხელმძღვანელობს უკვე აი ამ მართვას. დღეს არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, ასე რომ ეს არის საოცარი მუსიკალური ოჯახი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვანოდან დაწყებული, შვილებით დამთავრებული და სიზით აი ამ ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში. უნდა აღვნიშნო, რომ ვანო თავისი ბუნებით იყო საოცრად თავმდაბალი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. მე არ მახსოვს, რომ მას ხმა აეწიოს, თუ მომღიმარი სახით იყო, ძალიან ღვთისმოსავი და მორწმუნე იყო შინაგანად. ეს ყველა მიცოდა, ვინც იცნობდა ვანოს და ვანო რო გარდაიცვალა, აი ჩვენი პატრიარქი უნეტარესი სამძიმრის წერილით, ესე იგი გამოეხმაურა ამ ამბავს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ვანო.